მართლა, პუტინი, თალიბანი. აი, ვის აერჩია რუსეთმა თავის შემდეგ სტრატეგიულ პარტნიორად? ამაზე არც კი ვიხუმრებთ, რადგან პუტინის ბოლო გადაწყვეტილება იმდენად აბსურდულია, რომ თითქმის დაუჯერებელია. მაგრამ ეს სიმართლეა. ეს არის სასუტარკვეთის გამოვლინება. ჯერ ჩრდილოეთ კორეა იყო, ეხლა კი თალიბანია. რამდენად უფრო დაბლა შეიძლება დაეცეს რუსეთი, როცა პუტინი სასუწარკვეთით ეძებს მოკავშირეებს და კასრის ფსკერსაც კი სცდება. კარგი, მოდი შევხედოთ ამ შეთანხმებას. 28 მაისს პოლიტიკომ გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა და ავღანეთმა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწევეს ხელი, რომელიც დაახლოებით 1 წლის შემდეგ იქნა შედგენილი, მას შემდეგ რაც რუსეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც თალიბანის მთავრობის ეგრეთ წოდებულ ლეგიტიმურობა აღიარა, რომელიც ქვეყანაში ძალით დამყარდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ თალიბანი აღარ არის ტერორისტული ჯგუფი. ის მართავს რეალურ მთავრობას და რუსეთს სურს მასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს. რამდენად მჭიდრო? აი ეს არის კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც რუსეთი, ისე თალიბანი სწრაფად აცხადებენ, რომ შეთანხმება არსებობს, არც ერთი მხარე ბევრს არ ამბობს იმის შესახებ, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზეც კი ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა მოჰამად იაკუბმა ყველაფერი მაქსიმალურად ბუნდოვნად დატოვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობა რუსეთთან. ავღანეთსა და რუსეთს ხანგრძლივი და ისტორიული ურთიერთობები აქვთ. გვინდა ამ მიმართულებით წინ წავიდეთ, თქვა იაკუბმა, თუმცა რეალურად არაფერი უთქვამს. რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ ბევრად მეტი არ თქვა. მან აღნიშნა: დარწმუნებულები ვართ, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გაათავისუფლონ ავღანეთის გაყინული აქტივები, სულად აღიარონ თავიანთი პასუხისგებლობა ავღანეთში 20 წლიანი ყოფნისთვის და აიღონ მთელი ტვირთი ქვეყნის ომის შემდგომი აღდგენის პროცესში. ასე რომ ამ ყველაფერს რაღაც მიზეზი აქვს. რუსეთს სურს დასავლეთს გაჰქრას. რაც შეეხება თავად შეთანხმებას, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს არის სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის ირგენდაინე შეთანხმება და არც ერთ მხარეს არ გამოუქვეყნებია იმ დოკუმენტის ტექსტი, რომელსაც ხელი მოაწერეს. ამ ტექსტის გარეშე რთულია განსაზღვრო, რამდენად ღრმაა ეს ახალი შეთანხმება, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ. როგორც წესი, სამხედრო ტექნიკური შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის იარაღის გადაცემას, ლოგისტიკურ მხარდაჭერას, ჯარისკაცების მომზადებას და სხვა სახის დახმარებას. მაგრამ ეს თავისთავად გარკვეული პრობლემაა. ეხლა რუსეთის ხაზინა ნამდვილად არ არის სავსე. რუსეთის ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაშია იმდენად, რომ შვედეთის დაზვერვის ცნობით ქვეყანა ეკონომიკურ მონაცემებს აყალბებს, რათა ეკონომიკურად უფრო ძლიერი ჩანდეს, ვიდრე სინამდვილეშია. შვედების თქმით, რუსეთი უფრო დიდ ბიუჯეტურ დეფიციტსა და უფრო მაღალ ინფლაციას აწყდება, ვიდრე ოფიციალურად აცხადებს. ასე რომ რუსეთს არ აქვს ფული თალიბანის მხარდასაჭერად. ასევე მას არ შეუძლია იარაღის მიწოდება ავღანეთის რეჟიმის გასაძლიერებლად, რადგან პუტინს ეს იარაღი სჭირდება უკრაინაში მისი წარუმატებელი კამპანიისთვის. მაშ სინამდვილეში რა უნდა რუსეთს ამით? პუტინი ამას დასავლეთისთვის პოლიტიკური სიგნალის სახით ირენებს და ამას ხედავთ შოიგუს განცხადებაში. რუსლან სულიმანოვი, რომელიც ნესტ ცენტრის ექსპერტია, რუსულ დამოუკიდებელ გამოცემა The Insider-ს ეუბნება, რომ სერიოზული სამხედრო თანამშრომლობა სავარაუდოდ გამორიცხულია. უფრო სწორად, ეს სიმბოლური ნაბიჯია, რათა აჩვენონ, რომ მოსკოვი თალიბანს მარტო არტოვებს, რომ ეს თანამშრომლობა მხოლოდ სიტყვები კი არა, არამედ საქმეებია. მაგრამ რეალურად სულიმანოვის თქმით, ნამდვილად არ იქნება სამხედრო ალიანსი ან კოალიცია, როგორიც ჩრდილოეთ კორეასთან აქვს. გაზეთი Independent მსგავსი უწყებად აღნიშნავს, რომ შოიგუმეს განაცხადა. რუსეთი მიიჩნევს, რომ აშშ-ისა და ნატოს სამხედრო სტრუქტურებისა და ობიექტების შექმნა ავღანეთში ან მეზობელ ქვეყნებში მიუღებელია. რაც ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც ქვეყანა, რომელიც სუსტის მხარეს დგას დიდი და ცუდი დასავლეთის ძალების წინააღმდეგ. კიდევ რა არის ახალი, ჰეი პუტინ? უბრალოდ ამჯერად ეს სუსტი მხარე ტერორისტული რეჟიმია, რომელმაც წარსულში რუსეთს სერიოზული ზიანი მიაბენა. პუტინი თავად იგებს საწოლს ვრწილებით და ბედნიერადაც წევს მასში. რუსეთი ამ ყველაფრიდან რაღაც უფრო მეც უნდა იღებდეს, ვიდრე უბრალოდ იმას, რომ დასავლეთს აბუჩად იგდებს. რაც არ უნდა იყოს ეს რაღაც, ნამდვილად არ არის იარაღი. თალიბანს თითქმის არაფერი აქვს, რისი გაგზავნაც რუსეთში შეეძლო, რომ პუტინს უკრაინასთან ომში დაეხმაროს. როგორც Global Firepower აღნიშნავს, ავღანეთში თალიბანის მიერ შექმნილი სამხედრო ძალა თითქმის მთლიანად მსუბუქ იარაღზეა დამოკიდებული. თალიბანს ფლოტი არ ჰყავს, ასე რომ საბრძოლო გემებით რუსეთს არ ეხმარება. ავღანეთს სულ 5 საფრენი აპარატი აქვს, 2 სატრანსპორტო და 3 ვერტმფრენი, ასე რომ საჰაერო ძალა გამორიცხულია. ტანკებიც გამორიცხულია, თალიბანს არც ერთი არ აქვს. იგივე ეხება საარტილერიო იარაღსაც, ამბობს Global Firepower, რაც ნიშნავს, რომ თალიბანს მხოლოდ ცოცხალი ძალა და მისი არმიის 3902 მანქანიდან რამდენიმე შეიძლება ჰქონდეს, როცა საქმე ტრადიციულ აღჭურვილობას ეხება. სარაკეტო თავდაცვის ადვოკატირების ალიანსი აღნიშნავს, რომ თალიბანს გარკვეული წვდომა აქვს რაკეტებზე, თუმცა ესენი ძირითადად სტინგერები, Scud-B და S-20 S-ებია, რომლებიც ავღანეთში ძველი საბჭოთა და ამერიკული კამპანიებიდან დარჩა. ბრანდმა შეაფასა, რომ ამ ტიპის აღჭურვილობის 4500 ერთეული დარჩა იმ ორ კონფლიქტში, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ მათი უმეტესობა ან უკვე გამოყენებულია, ან ცუდადაა შენახული, ან თალიბანისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში გაგზავნას არ აპირებენ.
თალიბანმა ასევე დაიწყო ნიშნების გამოჩენა, რომ დრონებს კამიკაძე თავდასხმებისთვის იყენებს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მიმართულებით თალიბანმა რაიმე ისეთი შესთავაზოს ან მიაწოდოს რუსეთს, რაც რუსეთს უკვე არ აქვს. პირდაპირ რომ თქვათ, როგორც ჩანს, ამ გარიგებაში თალიბანი უფრო მოგებული რჩება. როგორც რადიო თავისუფლება აღნიშნავს, ისე როგორც რუსეთს არ აქვს ბევრი ფული ან აღჭურვილობა, რომ თალიბანისთვის გაგზავნოს, ასევე ავღანეთის რეჟიმსაც თითქმის არ აქვს ფულადი რეზერვი, რომ რუსეთიდან რაიმე შეიძინოს. ავღანეთში 2025 წელს დაფიქსირებული 4.3%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MSHP-ის ზრდა მოჩვენებითია, რადგან ის გამოწვეული იყო იმით, რომ მოქალაქეები პაკისტანიდან და ირანიდან ქვეყანაში ბრუნდებოდნენ. მეტი ვიდრე 2 მილიონი ავღანელის დაბრუნება ქვეყანაში ნიშნავს, რომ ქვეყნის MSHP, მაგრამ ამ შეთანხმებით თალიბანმა გარკვეული ლეგიტიმაცია მოიპოვა როგორც გეოპოლიტიკურმა ერთეულმა. თუმცა არა ბევრი. ეს მაინც თალიბანია და ეს ჯგუფი უმეტეს ქვეყნების ტერორისტულ სიაშია, მაგრამ ახლა შეუძლია განაცხადოს, რომ რუსეთი მისი მოკავშირეა, არა მხოლოდ ვაჭრობაში, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც. დაუბრუნდეთ რუსეთს, არსებობს გარკვეული მცდელობა, რომ შეინარჩუნოს თავისი ძალა რუსეთის ცენტრალურ აზიურ და შორეულ აღმოსავლურ რეგიონებში. კერძოდ რუსეთი ეძებს ქვეყანას, რომელიც იქნება საპირწონე ისლამური სახელმწიფოს ხორასანისთვის, რომელმაც აიღო პასუხისგებლობა მოსკოვში კონცერტის დარბაზში მომხდარ გამანადგურებელ ტერორისტულ თავდასხმაზე, რომელმაც 2024 წლის მარტში თითქმის 150 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს ჯგუფი ჯერ კიდევ აქტიურობს რუსეთში, ასე რომ ჩანს, რომ ლოგიკა შეიძლება იყოს ის, რომ პუტინი ერთ ტერორისტულ ჯგუფს უახლოვდება, რათა დაეხმაროს მეორე ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა არსებობს გავლენის ფაქტორი. ეხლა როცა აშესეს რომ ავღანეთი დატოვა, რუსეთი ცდილობს რეგიონში შევარდეს და იქ არსებული მდგომარეობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. კვლავაც ეს ყველაფერი ძალიან უმნიშვნელოდ ჩანს. ერთადერთი სხვა შესაძლო მიზეზი, რატომაც რუსეთს შეიძლება ასეთი შეთანხმების დადება მოუნდეს, არის ის, რომ პუტინს სჯერა ტალიბანიდან შეიძლება ადამიანური რესურსი მიიღოს, რომელსაც შემდეგ უკრაინაში ფრონტის ხაზზე გაგზავნის სასიკვდილოდ. ან ეს ადრე სხვა ქვეყნებთანაც გააკეთა. საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ 2024 წლის. თუმცა ტალიბანი ადამიანური რესურსის მხრივ არც ისე ძლიერია, როგორც ის თავის სამარცხვინო აღჭურვილობის მხრივ. ავღანეთის არმიაში 65,000 მოქმედი სამხედროა და კიდევ 90,000 პარამილიტარული ძალა, რომელთა უმეტესობა ტალიბანს სჭირდება იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ასე მუშაობს სამხედრო დიქტატურა. ვერ შეინარჩუნებ ასეთ რეჟიმს, თუ შენს საუკეთესო მებრძოლებს სხვა ქვეყანაში სიკვდილზე აგზავნი. გარდა ამისა, როგორც ალექსეი ზახაროვი, რომელიც ინდოეთში დაფუძნებული დამკვირვებელთა კვლევითი ფონდის წევრია, ინდიპენდენტთან ამბობს, თალიბანი არ მართავს ავღანეთის სტაბილურ ვერსიას. თალიბანი ამჟამად ჩრდილოეთ ავღანეთის პროვინციებში მზარდ არასტაბილურობას ებრძვის და ვერ ახერხებს პაკისტანთან სამხრეთ საზღვარგარეთ სრულად დაცვას, აღნიშნავს ზახაროვი. ის ასევე მიუთითებს, რომ რუსეთი ნაკლებად სავარაუდოა ჩრდილოეთ კორეაში გაგზავნილი თანამედროვე იარავი თალიბანისთვის ჯარისკაცების გაგზავნის სანაცვლოდ გაცვალოს. ასე რომ უბრუნდებით იმას, რაზეა ეს შეთანხმება სინამდვილეში. ეს შეიძლება ერთ სიტყვაში შევაჯამოთ. სასოწარკვეთა. რუსეთმა თალიბანთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რადგან სხვაგან მსგავს შეთანხმებებს ვერ აფორმებს. ეს სინამდვილეში პუტინის გეოპოლიტიკური გავლენის შემცირების და იმის ისტორია, თუ რას აკეთებს ეს რუსეთთან. და მალე ზუსტად აგიხსნით რატო. სანამ ამას გავაკეთებთ, გეტყვით რატომ ქმნით The Military Shows. რათა ავხსნათ, როგორ მოძრაობს ძალაუფლება სინამდვილეში, ან ამ შემთხვევაში, როგორ თითქმის არ მოძრაობს საერთოდ. თუ ეს ვიდეო მოგწონთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ის, რასაც შემდეგ შემოგთავაზებთ. დავიწყოთ აშკარად თვალსაჩინოთი. რუსეთი ახლა ძველი მტრის მკლავებში აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ურთიერთობების ცვლილება ახალი არაფერია. ძველი მტრები ხდებიან მეგობრები და პირიქით, ხშირად ისტორიის განმავლობაში. რასაც ჩვენ ხედავთ ამ შეთანხმებაში რუსეთისა და თალიბანს შორის, არის რუსი პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს თავისი ქვეყანა დააბრუნოს ძველი საბჭოთა კავშირის დიდების დღეებში. ურთიერთობის დამყარებით იმ ორგანიზაციასთან, რომლის განადგურებასაც საბჭოთა კავშირი 1980-იან წლებში ცდილობდა. 10 წლიანი ომი ავღანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის რუსეთს 15,000 ჯარისკაცი დაუჯდა. ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის ეს იქნებოდა ისეთი დიდი დამცირება, რომ მას დააფრთხობდა რუსეთის მსგავსად თალიბანთან შეთანხმების დადის დადებისგან. მაგრამ პუტინისთვის 15,000 დაღუპული ნაკლებია ვიდრე ის, რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში ერთ თვეში განიცდის. ამიტომ ალბათ მისთვის უფრო ადვილია წარსული დაივიწყოს. თუმცა მათ რუსეთი ისე დაამცირეს, როგორც ამას ვერავინ მოახერხებდა პუტინის კატასტროფულ კამპანიამდე უკრაინაში. ის ფაქტი, რომ ახლა რუსეთის ლიდერი ასე მარტივად აწევს ხელს და ამაყობს თავდაცვის შეთანხმებებით ამ კონკრეტულ ჯგუფთან, მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დაეცა რუსეთი გეოპოლიტიკურ ასპარეზზე. ამჟამად რუსეთი ფაქტობრივად თანხმობას აცხადებს ნებისმიერ მთავრობას, მიუხედავად იმისა, რამდენად სუსტიც არ უნდა იყოს ის. ჩრდილოეთ კორეა უკვე საკმარისად ცუდი იყო. თავდაცვის თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც რუსეთმა ჩრდილოეთ კორეასთან 2024 წელს გააფორმა, ხალხს აფიქრებინებდა, რამდენად შორს ჩაყვინოს პუტინი მოკავშირეების საძებნელად. Kim Chen In-მა და მისმა იზოლირებულმა მთავრობამ რუსეთს გადაუხადეს იმ ტექნოლოგიითა და ფულით, რაც რუსეთმა გაუგზავნა, იმ ჯარისკაცებით, რომელთა შესახებაც ადრე ვახსენეთ. მაგრამ პუტინმა თავი წარმოაჩინა როგორც ადამიანი, რომელიც ეშმაკთანაც კი დადებს გარიგებას, თუ ეს უკრაინაში ომის მოგების შანსს გაუზრდის.
თუმცა სუმცირე ჩრდილოეთ კორეას რაღაცის მიწოდება მაინც შეეძლო. ჯარისკაცები, რაკეტები და სამხედრო ტექნიკა ყველა პიონგიანგიდან მოდიოდა, როგორც 2024 წლის შეთანხმებამდე, ასევე მის შემდეგ. Kim Chen Inმა 2025 წლის დეკემბერშიც კი დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები კვლავ მოქმედებდნენ რუსეთში, სადაც როგორც ჩანს, მათ კურსკის რეგიონში ნაღმების გაწმენდა აქვთ დავალებული. მაგრამ რუსეთი თალიბანისგან მსგავს ვერაფერს მიიღებს. აქ რეალური ურთიერთკაცვა არ არსებობს, არც ფულისა და ტექნოლოგიების გაცვლა ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის სანაცვლოდ. უბრალოდ შეთანხმება, რომელიც გვიჩვენებს, რომ პუტინი აღიარებს, რომ სხვა აღარავის შეუძლია მიმართოს. ეს ნამდვილად არ ეხება აშეჩოს წინააღმდეგ წასვლას და მით უმეტეს თალიბანის დახმარებას რუსეთისთვის უკრაინის დამარცხებაში. რასაც ამ შეთანხმებაში ვხედავთ, არის რუსი ლიდერის ბოლო ამოსუნთქვა, რომელმაც საკუთარი გლობალური გავლენის ნგრევა იხილა. ბოლო რამდენიმე წელი პუტინისთვის არ ყოფილა მარტივი, როცა საქმე ეხება მის სურვილს, შექმნას ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც რუსეთი იქნება ცენტრში. დღესდღეობით, როცა პუტინი რომელიმე რეჟიმს უჭერს მხარს, უც რეჟიმი როგორც წესი, ის რეჟიმი როგორც წესი ინგრევა. ეს სირიაში ვიხილეთ 2024 წლის ბოლოსკენ. ასადის რეჟიმის დაცემამ გამოიწვია ის, რომ რუსეთმა დიდი პრესტიჟი დაკარგა, რადგან იარაღი და მხარდაჭერა, რომელიც მოსკოვმა იმ რეჟიმს მიაწოდა, თლიანობაში არაფერს გამოადგა აჯანყების შეჩერებაში, რაც საბოლოოდ ბაშარ ალ-ასადის სიცოცხლისთვის გაქცევამდე მივიდა. ვენესუელაში პუტინი მოკავშირედ იძენდა დიქტატორ ნიკოლას მადუროს. რუსეთის ურთიერთობები ვენესუელასთან ახალ სიმაღლეებს მიაღწია უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როგორც აღნიშნავს ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, რაც 10 წლიანი პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამდეც კი მივიდა. ეს ყველაფერი მტვერად იქცა, როცა აშეშომ მადურო იმ ქვეყნიდან გაიყვანა, რომელსაც ის მართავდა, რის შედეგადაც პუტინი სამხრეთ ამერიკაში მნიშვნელოვან მოკავშირეს დაკარგა. და მას შემდეგ, რაც ოპერაცია ეპიკური რისხვა პირველ 24 საათში ირანის ყოფილ უმაღლეს ლიდერ ალი ხამენეის სიცოცხლე შეიწირა, პუტინი ალბათ ფიქრობდა, სად შეიძლებოდა შემდეგ მიემართა. რუსეთის ყველა მოკავშირეს თამაშიდან გამორიცხავდნენ. ეს პუტინს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეასა და ახლა უკვე ავღანეთში თალიბანთან ტოვებს. ეს ნამდვილად არ არის გეოპოლიტიკური გავლენის ძლიერი ჯგუფი, როგორც არ უნდა ეცადოს რუსეთი ამის მტკიცებას. პუტინის გლობალური გავლენის ნაკლებობა უკვე გამჟღავნებული იყო. ახლა კი რუსეთის მარცხის ღია ჭრილობა ყველას თვალწინ ჩანს, რადგან რუსეთი თალიბანთან შეთანხმებას აფორმებს. და როგორც პუტინმა დაამტკიცა ყველა იმ შემთხვევაში, როცა მისი ალიანსები დაიშალა, რუსეთს რიტორიკის გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია თავისი გავლენის შემცირების წინააღმდეგ. არ ყოფილა რეალური მცდელობები რუსეთისადმი მეგობრული რეჟიმების აღსადგენად სირიაში, ვენესუელაში ან ირანში. რუსეთს უბრალოდ აღარ აქვს ასეთი გავლენა. რეგიონული წესრიგის ფრაგმენტაციის პირობებში ახლა მხოლოდ იმ რეჟიმებთან დაახლოებით შეიძლება გაძლიერება, რომლებიც წარსულში რუსეთს ეწინააღმდეგებოდნენ. ეს დიპლომატია არ არის, ეს არის ლიდერის სასოწარკვეთა, რომელიც იცის, რომ მისი მმართველობის დრო იწურება. მაგრამ ჩინეთი შეიძლება იკითხოთ, ეს ხომ მთავარი მოკავშირეა, რომელზეც პუტინს შეუძლია დაეხტნოს. კი, ნაწილობრივ. ნამდვილად ასეა, რომ ჩინეთმა რუსეთს მიაწოდა ორმაგი დანიშნულების კომპონენტები, რომლებიც ხშირად ხდება იარაღებსა და დრონებში, რასაც რუსეთი უკრაინაში იყენებს. ასევე მართალია, რომ ჩინეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველია მსოფლიოში, რაც პუტინის საომარ ბიუჯეტს მუდმივად ავსებს. მაგრამ სი ძინპინი არ არის ის მოკავშირე, როგორც პუტინს სურს რომ იყოს. ჩინეთს არ გაუფორმებია რუსეთთან ისეთი თავდაცვითი შეთანხმებები, როგორიც ახლა თალიბანთან ფორმდება. და პუტინს არ შეუძლია უბრალოდ თითის დაკვრა და ჩინეთისგან ის მიიღოს, რაც სჭირდება. ეს ნახეთ მაისში, როცა პუტინი პეკინში დიპლომატიური ვიზიტით ჩავიდა. BBC-ის ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ ამ ვიზიტის დროს ტექნოლოგიებსა და ვაჭრობაზე 20-ზე მეტი შეთანხმება გაფორმდა, ის ასევე დასრულდა ისე, რომ პუტინის მიერ ნანატრი გასადენის პროექტი, რომელიც რუსეთს და ჩინეთს უნდა დააკავშიროს, რეალობას არანაირად არ მიუახლოვდა. რეალობა, რომელსაც პუტინმა უნდა შეეგუოს, ისაა, რომ ჩინეთი რუსეთს ნამდვილ მოკავშირედ არ ავიქვამს. პეკინი მოსკოვს განიხილავს როგორც იაფი ნავთობისა და გეოპოლიტიკური მანევრებისთვის გამოსაყენებელ ინსტრუმენტს. ინსტრუმენტები მაშინ გადაყრიან, როცა ისინი აღარაფერში გამოდგებიან. პუტინმა იცის, რომ CS აქვს მთელი ძალაუფლება რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობაში და CS შეუძლია ძალიან მარტივად შეწყვიტოს ეს ურთიერთობა ყოველგვარი სერიოზული ზიანის გარეშე, თუ პუტინი ამას გააკეთებს, რაც გააბრაზებს მას. ეს მთელი ურთიერთობა ჩინეთის პირობებზე აგებული, რადგან რუსეთი ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის მხოლოდ 4%-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ პეკინი პუტინის გეგმებისთვის აბსოლუტურად კრიტიკულია. ჩინეთი შეძლებს გადარჩენას და ალბათ კიდევ უფრო წარმატებასაც მიაღწევს რუსეთის გარეშე. იგივე ვერ ითქმის რუსეთის შესახებ. საუკეთესო, რაც რუსეთს აქვს მთავარ მოთამაშეებს შორის, არის ერთხვრივი ურთიერთობა და ლიდერობის კრახების სერია. სწორედ ამიტომ დაიდო შეთანხმება თალიბანთან. თუ პუტინისთვის საკმარისად დამამცირებელი არ იყო ის, რომ მოკავშირის საპონელად ასე ღრმად მოუწია ჩაძირვა, რუსეთის ბოლო შეთანხმება იმ დროს ხდება, როცა უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ძლიერ მოთამაშედ ყალიბდება. მაშინ, როცა რუსეთი ცდილობს ცენტრალურ აზიაში საკუთარი თავის დაცვას, უკრაინა 10 წლოვან თავდაცვის შეთანხმებებს აფორმებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საუდის არაბეთი, ყატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
და უკრაინა რეალურად ირებს სარგებელს ამ შეთანხმებებიდან. საჰარის ქვეყნები, რომლებიც თავს დაესხნენ იმავე ტიპის შაჰიდის დრონებით, რასაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ, სულიან ნავთობს, ფულს და შესაძლოა სამხედრო ტექნიკასაც კი უკრაინის გამოცდილებაზე ან დრონებთან ბრძოლაში. ეს კონტრასტი გაჩვენებთ, რამდენად დაბლა ეცემა რუსეთი გლობალურ იერარქიაში. პუტინი ხელს აწერს შეთანხმებებს, რომლებიც რუსეთს არაფერს აძლევს, მხოლოდ იმისთვის, რომ მოკავშირე ხტავდეს, რომელსაც სხვები არ სურთ. უკრაინა ხელს აწერს შეთანხმებებს, სადაც ის თანაბარი პარტნიორია და აღიარებულია როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დიდ სახელმწიფოებს დაეხმაროს საკუთარი თავის დაცვაში. ეს ორი რამ ერთი და იგივე არ არის. რუსეთის შეთანხმება თალიბანთან მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რუსეთს არაფერი ერგება, ხოლო თალიბანს აძლევს საშუალებას იამაყოს, თითქოს ლეგიტიმურ მთავრობას მართავს. პუტინი ახლა უფრო სუსტ მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა 11 მაისს. და ამ შეთანხმებით მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რუსეთი გეოპოლიტიკურ მაგიდაზე ნარჩენებს ითხოვს, მაშინ როცა უკრაინამ დაიკავა ადგილი, რომელიც მისთვის არასდროს იყო განკუთვნილი. თალიბანი რუსეთისთვის სერიოზული პარტნიორი არ არის. ისინი უბრალოდ იმის ნიშამია, რომ რუსეთი იმდენად დაეცა, რომ შეიძლება ვეღარასდროს შეძლოს ამოსვლა. და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თალიბანი ვერაფერს გააკეთებს, რათა რუსეთს დაეხმაროს უკრაინაში მიმდინარე კურსის შეცვლაში. სანამ ვლადიმირ პუტინი გარიყულ რეჟიმებთან ხელშეკრულებებს აწერს ხელს, უკრაინა თავადაც ახდენს გარკვეულ იზოლაციას. მხოლოდ ის იზოლაცია ხდება ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახმელეთო ხიდი ყირიმის ნახევარკუნძულთან უკვე გადაჭრილია, რის გამოც მილიონ ნახევარი რუსი დახმარებას ელის მათ დასუსტებულ ლიდერისგან. ეს ყველაფერი უკრაინის გეგმის ნაწილია ყირიმის დაბრუნებისთვის და შეგიძლიათ გაიგოთ რატომ თუ უყურებთ ჩვენს ვიდეოს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ჩვენი რეპორტაჟი გეოპოლიტიკის უახლეს მოვლენებზე. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.